საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიწვევით იმყოფებოდა. ვაშინგტონში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილს შანსი ჰქონდა დანიშვნამდე ესაუბრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და შეხვედროდა სენატში საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე სენატორებს, მათ შორის დემოკრატ ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ როჯერ ვიკერს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ასევე რამდენიმე კვლევით ორგანიზაციაში სიტყვით გამოვიდა, მათ შორის ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ხართ, ქალბატონო პრეზიდენტო, რათა გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე ყოფნა. გთხოვთ იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიღებთ ინსტიტუციურ პოზიციებს და არაპარტიული ორგანიზაცია ვართ, ჩვენ თქვენს მხარეს ვდგავართ. We're on your side. ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თბილისი ურთიერთობების დალაგებას ვაშინგტონში ახალ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან აპირებს. სანქციებს კი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკად განიხილავდნენ, თუმცა ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა ორპარტიულია. ვფიქრობ, ძალიან დროული და ჭკვიანური იყო მისი ვიზიტი ვაშინგტონში ინაუგურაციის პერიოდში. ძალიან ცოტა ევროპელი ლიდერი ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების დამყარებას ისე აქტიურად, როგორც მან გააკეთა. საქართველოს პრობლემების საბოლოო გადაწყვეტა ქვეყნის შიგნიდან უნდა მოხდეს. დასავლეთის მხრიდან მანევრის შესაძლებლობა შეზღუდულია. გარდა იმისა, რომ შესაძლოა ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი სანქციების სიას დაემატოს, ამერიკის წინა და ამჟამინდელი ადმინისტრაციები გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებენ ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. ვფიქრობ, ქართული ოცნების პარტიის შიგნით ყველასთვის არ არის ნათელი ამ ნაბიჯების რეალური შედეგები. ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება დასავლეთთან წვდომა, უვიზო მოგზაურობა და საფრანგეთში შოპინგი. სამწუხაროდ ეს შედეგები გავლენას იქონიებს რიგით მოქალაქეებზე. თუმცა იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ პარტია და რეჟიმი უფრო მყიფეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან ძლიერი გამოსვლა ჰქონდა. მან კონკრეტულად წარმოაჩინა, როგორ უნდა მიუდგეს პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს. ეს მისი მთავარი უპირატესობაა, რაც ამ გამოსვლაშიც კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობის მართალია. ამ ეტაპზე კრიზისი შიგნიდან უნდა განვითარდეს ისე, რომ რეჟიმი მთლიანად ჩამოიშალოს. თუმცა, როდის მოხდება ეს ძნელი სათქმელია. შეიძლება ეს ერთ ღამეში მოხდეს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა. ან შესაძლოა გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს. ამ დროისთვის ყველაფერი გაურკვეველია. ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ღელავენ საქართველოსზე და რუსეთის გავლენის შეკავებაზე საქართველოში. მაგრამ ასევე არიან ისეთებიც, ვინც ძირითადად შიდა საკითხებზე არიან ფოკუსირებულნი. ამიტომ ადმინისტრაციის შიგნით იქნება დისკუსია იმის შესახებ, როგორ უნდა მიუდგნენ საქართველოს. ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ ჯერ უცნობია თუ ზუსტად რა ფორმას მიიღებს ტრამპის პოლიტიკა რეგიონის მიმართ, თუმცა იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები, დიდწილად საქართველოში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავს. ანიჭ ხვიკვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.